საბთ ჯობის წინვარე დღესასწაულს. რა რიცით, ბევრი აქციები გვინახია და ბევრი რაღაც ხალხის საქმროთება გვინახია. ეხლა მე მინახია ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების განმავლობაში 90 წლიდან დაწყებული 90 წლებიდან. მაგრამ ეს არ არის სტიქიური, ეს არის შეგნებული აქციები. ეს არ არის სტიქიური. ხალხმა უკვე შეიგნო, ხალხმა უკვე იგრძნო თავისი სიძლიერე და იცის ყველა საღამოს რო გამოდის ჩვენი ხალხი რომ რისთვის გამოდიან, როგორც წესი, რას აკეთებენ, რას ებრძვიან, რა ბოროტებას ებრძვიან და ეს შეგნებული როდესაც არის, ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს, იმიტომ რომ სტიქიური შეიძლება რაღაცა შეაშინო, რაღაცა მოხდეს და სტიქიური გადაიაროს. ამას ეს არ გადაივლის არასდროს. ეს არ გადაივლის, ეს ხალხი სახლებში არ შევა, სანამ მანამ ვიდრე არ მივაღწევთ რომ ასრულდეს ის მოთხოვნები, შესრულდეს, რაც გვაქვს, ხო? აი, რა რიცით ხომ ამერიკიდან მოდის სანქციები, ევროპიდან მოდის სანქციები, ბევრი ახლა რამდენია დასანქცირებული, მე ზუსტად რიცხვი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშინელი აქცია ესე რაც დაიმსახურა ჩვენმა ქართულმა ოცნებამ, ეს არის სანქციები დაუწესა ქართულმა ხალხმა. ისინი ქუჩაში ვერ გამოდიან, ისინი რესტორნებში ვერ ჩდებიან სახალხო ადგილზე, ისინი ვერ დადიან ვერსად. და ეს კიდე დასაწყისია. თუ ცოტა გონზე არ მოვიდნენ, ეს სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრდებათ ქართული ხალხისგან მათ. და ამიტომაც გონზე მოვიდნენ, ჯობია გონზე მოვიდნენ, იმიტომ რომ მარტო მათთვის კი არა, ჩვენთვისაც კარგია. ხალხი ყველასთვის კარგია. მე ვერ წარმოვიდგენ რომ რომელიმე თქვას ახლა ქართული ოცნებიდან რომ მე არ მიყვარს საქართველო. ყველას უყვარს თავისებურად საქართველო. თუ გიყვართ საქართველო ბატონებო, გააკეთეთ ისე როგორც საქართველოს გამოადგება. როგორც შეიძლება რომ ეს 35 წელი რა ჩვენ ვიწვალეთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირათ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებას და თავისუფალ საქართველოს შექმნას. და აი ესე თქვენ ყველაფერი გააკეთოთ რომ ეს უკან დააბრუნოთ და მე თავიდან მქონდეს ჩვენ გასავლელი ეს ამას არავინ არ გაპატიებს ბატონებო და ისე რომ სანქციები ქართული ხალხისგან უკვე გააქვთ მაგრამ გექნებათ უფრო მეტი იმიტომ რომ თქვენ ამას ჯერჯერობით იმსახურებთ მოდით აზრზე კი, არ ვიცი, რამდენად ეტყობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ აი მოდით აზრზეო, თქვენ ცეუბნებით, ხომ? დაანონსებულია მეგობარი აქტი, სულ მალე იქნება მიღებული, კიდევ ერთი აქტი არის დაანონსებული, იცით რა თქმა უნდა, თქვენ ამის შესახებ, ეს არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც ასევე განიხილება სულ ცოტა ხანში ამერიკის შეერთებულ შტატებში და სრული იზოლაცია ქართული ოცნების ხელისუფლების აი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც ისიც არ ჩამოვიდა და გააუქმა მან ვიზიტი გაურკვეველი ვადით არის ის გადადებული რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თავად ქვეყანას რას მოუტანს აი ასეთი იზოლაცია ოცნება არის იზოლაციაში. ყველგან ფიქსირდება, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან. დიახ, იზოლაცია შეიძლება იყოს ერთმხრივ, ერთი მხარე არის ის, რომ ოცნება არის იზოლაციაში და ეს იზოლაცია ჩვენ გვაძლევს ძალას ყველას ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ხალხი ეს მთელი დასავლეთი არის ჩვენთან ერთად. ისე რომ ისინი მას აკეთებენ ჩვენ გულისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმარონ. აი, ხო ხედავთ, რომ ეს იზოლაცია, ამ იზოლაციას თავისი შედეგიც მოყვება, იმიტომ რომ უკვე ბევრი ადამიანი ტოვებს სამსახურს, უკვე დაფიქრდა ბევრი, მეც მაქვს კონტაქტი ზოგიერთ ადამიანთან, რომელიც მუშაობს ქართული ოცნების, ესე ვთქვათ, იმ წრეში, რომელიც რაღაცა წვითავს. ისინიც ძალიან გულმატკენები არიან. და წამოსვლელია ყველა ის, ვისაც არ აქვს ძალიან დიდი დანაშაული ჩადენილი უკვე. და ვისაც ჯერ ხელები არაა გასვლილი ამ ასე ხმამაღლაც ვიტყვი რა სისხლში რაც დაიღვარა უკვე ეს რამდენი გალახული და რამდენი დასაკჭრებული ადამიანია. იმათ შეუძლიათ რომ წამოვიდნენ, კიდე არიან ისაზე და ყველა მიუტევებს მათ და პირიქით დღეს არის ისეთი მომენტი რომ უნდა წამოვიდნენ და დადგენ ხალხის გვერდში რომ ხალხმა მათ აპატიოს და პირიქით შეუქოს კიდევაც ეს საქციელი.
და დანარჩენი ახლა არის ისეთები არიან რომ იმათ წამოსვლას უკვე აზრი აღარ აქვთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან კი, აი ეს სანქციები გამკაცრდება, იმიტომ რომ აი მე მეგობარი აქტიც ვახსენე და იქ არის ეს სახეცვლილი ვერსია და იქ არის სწორედ საუბარი იმაზე, რომ უნდა დასანქცირდეს არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, არამედ მთელი ქართული ოცნება თავიანთი ოჯახებიანად. ანუ საუბარი არის, რომ სანქციები ნელ-ნელა აუცილებლად გამკაცრდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია და ესეც არის ხაზგასმული, თუ დაუბრუნდება ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას და დემოკრატიული განვითარების გზაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, რაც არის სწორედ ჩვენი ყველას მთავარი მოთხოვნა და აი 40 დღის განმავლობაში ქუჩაში მდგომი ადამიანების მთავარი მოთხოვნა და ადამიანები რომ არ უნდა დაგვაუწყდეს ისინი, ვინც არიან ციხეში, ახალ წელსაც ციხეში შეხვდნენ და დღევანდელ შობასაც სრულიად უსამართლოდ ტყვეები, რეჟიმის ტყვეები, რასაც ქვია. მაგრამ რამდენად მოქმედებს ეს თქვენი აზრით ბიძინა ივანიშვილზე? აი თქვენ მას იცნობთ. როგორ მდგომარეობაშია, რა სულები აქვს ახლა დარჩენილი ივანიშვილს თქვენი აზრით? ჩემი აზრით რომ ივანიშვილს რა თქმა უნდა არ აწყობს ახალი არჩევნები, იცის რომ აუცილებლად თუ ეს სამართლიანად ჩატარდა, ის აუცილებლად წააგებს ამ არჩევნებს და ძალიან დიდი კრახი წააგებს. ჩემი აზრით, რაც შეეხება არჩევნებს, ის ახლა ფიქრობს რომ იცის რომ ჩასატარებელი ექნება ყველა ვარიანტში, მაგრამ ფიქრობს როგორ უნდა ჩაატაროს ისე რომ კიდევ გააყალბოს და რაც შეეხება ჩვენს უსამართლოდ დაჭერილ ჩვენ ახალგაზრდა ბიჭებს, ვინც ციხეში არიან, ჩემი აზრით ის ყავს მათ იმისთვის რომ კონდეს სავაჭრო კონდეს ვინმესთან ვისთანაც იქნება საჭირო. იმიტომაც არის რომ სხვა შორის ახალ წლამდე რამოდენიმე უნდა გამოსულიყო იქ და რა მე არ ვიცი რატომ არ გამოვიშვეს 51 ყავს მას მძევლად ყავს ადამიანები როგორც ტერორისტული რეჟიმი მძევლად იყვანს ადამიანებს სწორედ აი ასე სავაჭროთა ყავს ეს დატოვებული და ნუ ნახოთ ახლა მე მგონი რომ აქედან არავინ არ შეევაჭრება მაგას გამორიცხულია რომ ჩვენ მხრიდან ვინმე შეევაჭროს არავით არ ევაჭრობა უნდა იყვნენ ყველანი სასწრაფოდ გამოშვებულები რა არიცით რაც არ უნდა გააკეთოს ახლა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა არაფერი აღარ უშველეს. თავარი აი როგორ წავლენ. აი წასვლაზეა საქმე, აი როგორ წავლენ და უნდა მიხვდნენ რომ რაც უფრო შვიდობიანად წავლენ, უკეთესია მათთვის და უკეთესია საქართველოსთვის.